კასპში სოფელ აღაიანში ადგილობრივები საპატრულო პოლიციას დაუპირისპირდნენ. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მანქანა პოლიციის დევნის შემდეგ ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მძღოლი გაჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილა, სანომრე ნიშნის იდენტიფიცირების შემდეგ იდევნა შეწყვიტეს და ავარია ამის შემდეგ მოხდა. სამინისტრო ადგილობრივებს პოლიციის მანქანის დაზიანებაშიც ადანაშაულებს. მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. სარვამარტო პროტესტი რუსთავის ქალთა ციხესთან. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ქალებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ბრალდებებით დააპატიმრა. მათ შორის მზია ამაღლობელს ელენე ხოშტარიესა და ანასტასია ზინოვკინას. რეგიონში ჩვენი პარტნიორების ტერიტორიებზე თავდასხმები მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები აზერბაიჯანს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს. სახდების განცხადებაში ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე 5 მარტის თავდასხმა ირანის მხრიდან აგრესიის უსაფუძვლო ესკალაციად და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევადაა შეფასებული. ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ ჩაანაცვლებს აიათოლა ალი ხამენეის. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. მეჰრის ცნობით მაღალი რანგის სასულიერო პირი აიათოლა მუჰამედ მეჰდი მირბაღერი ამბობს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია, თუმცა ზოგიერთი პროცედურული დაბრკოლება ჯერ კიდევ გადასალახია.